მე ჩემს შეხედულებას გაგაცნობთ. იმიტომ კი არ ვილაპარაკებ, რომ თქვენი გავაბათილო ან დავცე თქვენი ინტელექტი და ან თავი გამოვიჩინო და მე თქვენზე ძლიერი ვარ. ეს არ იქნება სწორი. ცოდნა იმიტომ არ გვჭირდება ჩვენ რომ ერთმანეთს ვეჯიბროთ. გამახსენა ჩემი ადრინდელი ხანა ამ იმაში. ყველა ადამიანს ესძიება. თან რაც ჩემთვის ამ ეტაპზე გასაგებიც არის, იმიტომ რომ მეც ესე ვიყავი. თქვენ ღმერთზე წარმოდგენა ჩვენი გენიალური პოეტის რუსთაველის მიერ აქვს შემოტანილი და ჩემზე ძალიან ძლიერი გავლენა იქონია ამ პოეტს. თითქმის ზეპირად ვიცი მთელი რიგი ადგილები. თითქმის თავს არ მოიწონებ ამით. ნამუშევარიც მაქვს ამაზე. ჩემი სპეციალობით მე ხელოვნებაცოდნე ვარ და ისტორიკოსი და ბუნებრივია. თქვენ აღიარებამდე მიხვედით და დაგეხმარათ პოეტი, რომელსაც უფრო კარგად ჩამოასხეს და განსაკუთრებით შესავალ ნაწილში. რომელმან შექმნა სამყარო ძალიან გახსოვთ ალბათ. ახლა მეც ხელოვნების იმიდან მივედი, სხვათა შორის, ფილოსოფიიდან და ხელოვნებიდან. ვინაიდან მე ჰუმანიტარული ვიყავი და უფრო გააყენებულ თეორიულ იმებიდან მივედი. მაგალითად, ხელოვნების ისტორიაში ღმერთისა და ბიბლიის გარეშე ყველაფერი იქნება, იმიტომ რომ ყველა მხატვრობა უკავშირდებოდა ამას. მხატვარი მოიხსენებათ შთაგონებას საიდანღაც ღებულობს, ან ლიტერატურიდან, ან მითოლოგიიდან და მე ქრისტიანობიდან და ქრისტიანობამ უდდეს სამსახური გაუწია ხელოვან ხალხს. ქრისტესთან შთაგონებით ისეთი კომპოზიტორები დაგვიტოვა სამყაროში ღმერთმა და ისეთი მხატვრები და მწერლები მეტი რომ არ შეიძლება ჩამოთვლათ შორს წავიყვანს რო დავიწყოთ. მეც როცა ვსწავლობდი, ჩამევარდა ხელში ხა რუსთაველიდან მეც ვიყავი და უფრო მეტი მე უფრო ვეძებდი კიდე აბსტრაქტ, აი ეს ვინ შექმნა სამყარო, როგორ გავიცანე მე ხელოვნების ღმერთი. ჩამოგიყალიბათ მწერალმა პოეტმა ღმერთის უპიროვნო სახე. ეს პოეტური სახე არის. რუსთაველის გამოცხადება არ ქონია. გამოცხადება, ვისაც ჰქონდა და ღმერთს ნამდვილ პიროვნებად გვაცნის, ეს ბიბლიური პერსონაჟები არიან, დაწყებული ადამიდან ვიდრე მერე განცხადებული ძეკას იესო ქრისტე. რუსთაველის პირდაპირ დახასიათებული აქვს ეს შესავალში სამყაროს შექმნა ბიბლიური ტექსტი, მან რითმაში ჩამოასხა თან ბრწყინვალე ალტერაციული რიტმით შემოგთავაზა და ისეთი მუსიკალური იმით წარმოგვიდგინა შემოქმედის არსება, რომ სუნთლად გულღრძო უნდა იყოს ადამიანი რო არ დაიჯეროს. ძალიან ბევრს ეგეც არ ჯერა. ეხლა მე უფრო შორს წავალ და აი როგორ უყურებ მე საკითხს. თქვენ გაჩერდით ამ შემეცნებაზე და უკვე აქტრიალებთ. და არ წამოდით რა ღმერთი ესე იგი როგორც ბიოლოგიური მამა ან მშობელი ისე წარმოიდგინეთ, ანთროპოლოგიური მეტაფორებით ისარგებლეთ და ღმერთზე წარმოდგენა თქვენ გაქვს ანთროპო წარმოდგენა. მაგრამ ღმერთი ესეთი ხომ არ არის. ღმერთს არ აქვს ჩვენაირი ბუნება. პირიქით, ჩვენა გვაქვს რაღაცა მისი ნაწილი. და აკი ზუსტად ასე იძახის. პირველი მეორე თავში ბიბლია თქვენ გეცოდინებათ, ყოველ შემთხვევაში ფრაგმენტულად მაინც გეცოდინებათ, იმიტომ რომ ერთადერთი სწორი შეხედულება იმ რელიგიურ ოკეანეში, რომელსაც დღეს მსოფლიო წარმართავს, ერთადერთი სწორი შეხედულება ღმერთზე, მამა ღმერთზე, სამებაზე, მამაზე და სულწმუნოზე არის ბიბლია. რომელიც ბერძნული სიტყვით წიგნებს ნიშნავს ერთობლიობას. ეს წიგნი არის რომ თავსატეხი არის სოფლიოსათვის და დააკვირდით ახლა წელთაღრიცხვა პიროვნება იესომ როგორ შეცვალა. თლიანად ძველი და ახალი ქრისტემდე. არავის ესეთი რამე არ გაუკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყანას თავისი წელთაღრიცხვა ჰქონდა და მათ რიცხვში ქართველებსაც ძველი მოქცევაი ქართლისაი, იცით რომ ჩვენი ქორონიკოსები 500 წლიანი ქორონიკოსი ჰქონდა ჩვენ. თავდებოდა ერთი მოქცევა და იწყებოდა მეორე. მაგრამ ნახეთ იესომ რა გააკეთა? მთელი ერებს დაუქვემდებარა თავისი წელთაღრიცხვა და ჩვენ დღეს ქრისტეს დაბადებიდან 2015 წელს ვიმყოფებით. ქრისტეს შემდეგ წლები მაღლიდან დაბლა მოდის. ამან უნდა დაგვაფიქროს ჩვენ და მიგვიყვანოს პიროვნება იესოსთან, რომელიც განკაცდა და ადამიანური ბუნებით წარდგა ჩვენ წინაშე. ესეც დამაბრკოლებელი იქნა ძალიან ბევრი ხალხისთვის და ჭოჭმარობენ. ტოლსტოიმ მაგალითად არ მიიღო იესო როგორც ღმერთი. ასევე გამსახურდიამ კონსტანტინემ არ მიიღო. ძალიან ბევრი იესოს არ იღებს როგორც ღმერთს და იღებს როგორც კარგ მოძღვარს, კარგ რელიგიის რეფორმატორს. ეს კატეგორიულად მიუღებელია და მას ბიბლია არ ადასტურებს. იმიტომ ვინც კარგად იცის ბიბლია და სამწუხაროდ ჩვენთან თეოლოგიაზე წარმოდგენები ლიტერატურამ შეგვიმუშავა, როგორც თქვენ ისე მე, თქვენი თეოლოგიური შეხედულებები რუსთაველს ეყრდნობა და რუსთაველი რასაც ეყრდნობა, რუსთაველი ეყრდნობა ანტიკური პლატონიზმს, ნეოპლატონიზმს, ფილოსოფიური ღმერთის შემოაქვს და არის სინკრეტიზმით გამსჭვალული, ესე იგი, მასში ქრისტიანული მოტივები ჯღერს, მაგრამ არა თლათ ევანგელისტური. მას არ აქვს ბიბლიური ღმერთზე ისეთი წარმოდგენა, რომელსაც გვთავაზობს პავლე თავის წერილებში და თუნდაც იესომ თავის მოწაფეებს გააცნო. მე და მამა ერთი ვართ რო იძახის სახარებებში, მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე. ესე იგი, ღმერთს ახლა რუსთაველიდან მოწოდებული ეს არის რუსთაველის მოწოდება, მაგრამ არა გამოცხადებით. იმოსე გამოცხადებით გვაძლევს ღმერთს, იმიტომ რომ გამოცხადება ნიშნავს არა სიზმარში ხედვას, არამედ ობიექტურად თქვენ წინ არის რაღაცა გაირღვა საზღვარი ფიზიკურსა, აი ფენომენოლოგიურსა და ტრანსცენდენტალურ შორის და შემოვიდა უზენაესი ჩვენთან თეოფანიის სახით. ესე იგი, რაღაცა ფორმა შეიძინა. პირველ ბურცლებზე მაგალითად ცეცხლის ფორმა აქვს, ალმოდებული ბუჩქს რო არ იწვის მოსევრო გაოცებული არის.
მოსე განსწავლული იყო ფრიად ეგვიპტის ფარაონის კარზე და დააკვირდით ყველა ეძებს, ყველა ადამიანის მოთხოვნილება დაბადებიდან ღმერთის ძიების. ახლა მე მაპატიეთ მენტორული კილოთი ნუ ჩავმართებ ჩემ საუბარს და არც მოძღვრლის როლი მაქვს, მე უბრალოდ მეგიზიარებთ ჩემ შეხედულებაზე, ჩემ ინტონაციებში არ არის ჭკუისა და სადამრიგებლო ნოტები. უბრალოდ გაზიარება არის ეს, გაზიარება სიყვარულისა, გაზიარება საყვარელი არსებისა, ესე როგორც ხა თქვენ ძინაესე მამა ღმერთზე, რომელზედაც თქვენ გულგრილი არ ახართ და რაღაც სიყვარული გაქვთ. უფრო სწორი წარმოდგენა რო გქონდეს, სად არის ეს წარმოდგენა? ვინ მოგვაწოდა? აი მაგალითად მე ვინ მომაწოდა ღმერთზე წარმოდგენა? რუსთაველიც წავიკითხე. მთელი ქართული ლიტერატურასაც გადავხედე, მსოფლიო რელიგიაც შევისწავლე, თავად რელიგიის ისტორიას ვასწავლედი სალექციო კურსის დროს და ეთიკას და ესეთ იმას, მაგრამ ფილოსოფიის ისტორია ხო საერთოდ ჩემი საყვარელი საგანია დღესაც და უამრავი ფილოსოფიური ნაშრომები მიდევს დღესაც. ასე რომ სიმშვიდე მაინც ვერ მომიტანა ბატონო. მე ვიყავი ესეთ მდგომარეობაში, ბიბლიაც რო წავიკითხე, ჯერ ვერ გავიგე, რატომ იყო მკაცრი ასეთი ღმერთი ძველ აღთქმაში და რატომ იყო ასეთი თითქოს და არასრულფასოვანი და დაკომპლექსებული ახალ აღთქმაში. ნიჩემ სწორედ ესეთი აღიქვა ქრისტე და ქრისტიანობა საერთოდ გამოაცხადა დაავადებულებისა და სუსტების რელიგიად. ამ დროს ესე არ არის. ქრისტე სუსტი არ არის და არც პავლე არის სუსტი, ფიზიკურიდან დაწყებული ყველანაირად რამდენ დატყმას გაუძლო. პავლე მას ვერ გაუძლებდა ვერავინ. ფეხით შემოიარა ყველაფერი. ხო, ესე თუ ძლიერი არის ადამიანი, მით უმეტეს როგორ გაივლის 10 კილომეტრსაც კის. ასე რომ ნიჩეს წარმოდგენა ზედაპირული იყო და ეპოქალურიდან იყო, ეპოქალური ეჭვი, როგორც ახლა გავრცელებული საქართველოში, აი ახალგაზრდა ბიჭები წვერს რომ მოუშვებენ, ესეც ნამდვილი აღნიშნვა არის და სწორი აქცენტები არის. რა თქმა უნდა, მამას როგორ უწოდებთ მაგას, თავად ქრისტემ თქვა, მამა არავის არ უწოდოთ, მამა არის ერთი. ეს ნამდვილი, ამას არავინ არ იცავს საქართველოში, მაგრამ რო ზუსტად კიდევ ჩვენ კარგად მივიდეთ სიახლოვესთან და კარგად გავიგოთ, კარგად გამჟღავნდეს ჩვენ ცნობიერებში, ღმერთი როგორც პიროვნება, უნდა მოვძებნოთ სახელმძღვანელო სად არის ასეთი. ერთადერთი წიგნი, რომელიც ციდან წმინდა წერილი არის, ეს არის ბიბლია. ყველა ენაზე რო არის. 5000-მდე ენიდან თითქმის 4000 ენამდე ეს ნათარგმნი არის. მათ რიცხვში საქართველოში. საქართველოში რა თქმა უნდა ძველი საქართველოს გულისხმობ მე მე-4 საუკუნიდან ფრაგმენტალური სახით მოდიოდა ეს თარგმანები და მთლიანად ქართველ ერს არასოდეს ბიბლია არ ქონია. ქართველი ერი, ღმერთს მოწყურებული ერი, ჩამოკიდებული იყო მღვდლებზე. და ყველაფერი ჯეროდა თქმის როგორც დღესაც. პარადოქსი ის არის რომ შუა საუკუნეებში ხალხი გაუნათლებელი იყო ქართველი გლეხობა და განათლება პრიორიტეტი იყო მარტო ბაგრატიონების დინასტიისა და ეს იყო ჩვენი სამარცხვინო საქართველოს ისტორია. როდესაც წერა-კითხვა ილია ჭავჭავაძემ წამოწია ეს თემა და მთელ ხალხთან წერა-კითხვა სწავლება დაიწყო და ხარისხობრიობაზე ხელი ჩაიქნია, ოღონდ ყველას რაღაცა დაეწერა და წაეკითხა. ამ ხრივ ღმერთის დიდი დამსახურება ესეთი კაცი წამოწია და ქართველი წერა-კითხვა მეცასწავლა. თუ წერა-კითხვას ცუდ სამსახურში ჩააყენებ, ეგ შენი პრობლემა არის. ქართველი ერმა ეს წერა-კითხვა ცუდ სამსახურში ჩაიყენა და ცოდნამ ისე გაამპარტავნა ქართველი ერი, რომ დღეს ერთმანეთს აღარ უსმენენ. ასე რომ ცოდნა აამპარტავნეს პავლე იძახის სულიწმინდის მეშვეობით, ხოლო წმენა კი თავდაბლად ხდის ადამიანს. ღმერთის სრწმენა. მართლაც ვინც თავი დაიმდაბლა, იგი ამაღლდა, გვეუბნება მაცხოვარი და ვინც ამაღლდა, იგი დამდაბლდა. და იგავიც მოყავს მებაჟეზე და ფარისეველზე, ლუკა მახარებელიდან, თუ გახსოვთ ესეც. ეხლა რო დავუბრუნდეთ კიდე ჩვენ თემას. როგორი მიმართულებით ვიმოძრაოთ მით უმეტეს ნებისმიერ დროს ჩვენ უფალი გაგვიხმობს. ამის ახლა არც მტკიცება ყველა მიცის, ძალიან ბევრი ახლობლები ჩვენი გადავიდა, ჩვენი დედა, მამა, ძალიან მოსიყვარულე ხალხი, თელი ნათესაობა გვაყდება და ჩვენ ვრჩები და შეიძლება ბოლოს ჩვენც გავაყოთ მარადისობის კარები. ასეა თუ ისე ყველამ ჩვენ იმ ლათინელების არ იყოს, გვახსოვდეს უნდა სიკვდილი, memento mori, ესეთი ლათინური გამოთქმა არის. უნდა გვახსოვდეს სიკვდილი და ყუდომა არ ნიშნავს გაქრობას. ყუდომა არ ნიშნავს ერთი ყოფიერებიდან, აი ამ ყოფიერებიდან, ხილული ყოფიერებიდან მეორე ყოფიერებაში გათქვეფას და გაქრობას, როგორც ბუდიზმი გვასწავლის და მთელი რიგი რელიგიები. ან სპირიტუალისტები, რომ ეს არის სული იფრენს სადღაც. მე ყველანაირად მაწუხებს სული ასიფრენს. ჩემი სიამოვნება ეხლა ის არის, რომ ლაპარაკი შემიძლია, თქვენთან კომუნიკაცია მაქვს. მე თუ ახლოს დავჯდები, ხელის ჩამორთმევა შემიძლია, შეხება და ეს თელ სიამოვნებაა. აბსტრაქტული სულით ვერაფერი რწმენა ვერ შემოაქვს. ფილოსოფოს როცა მეუბნება, რომ ხორციდან სული გამო ამას იძახდა ანტიკური ეპოქის ყველა ფილოსოფოსი, განსაკუთრებით იწვილი მიუძღვის პლატონს, რომელიც სულის უკტავების თეორიით ისე გაერთო, რომ სული აბსტრაქტულ ტერმინად გამოაცხადა და მე პირადად კითხვის დროს მშვება ვერ მომცა. ვერ წარმოვიდგინე რა მდგომარეობაა ეს. იესო ქრისტემ კარგად წარმომიდგინა რა მდგომარეობა აღდგომა. აღდგომა მთლიანად აღდგარი იესო ქრისტე მიდის და თომას, ურწმუნო თომას ეუბნება, აბა მოდი ხელი ჩაყევი, მე სული არა ვარო. აბსტრაქტულ, ესე იგი, ოკულტისტური და მისტიური გაგებით.
ესე იგი, მთელი სიამოვნება ეს არის, რომ იესოს ფერი ეცვალა. ჩვენი მიწიერი სხეული მან გამოიცვალა ჯერ კიდე აქ რო იყო, როდესაც ფერიცვალების მთაზე ილიასა და მოსეს ელაპარაკებოდა. უცნაური ის არის, რომ ილია და მოსე კაცს რომ მკვდარი ეგონა, თურმე ცოცხალი და ლაპარაკობენ და ამხნევებენ იესოს რა ელოდება წინ გეციმანის ბაღი და შემდეგ ჯვარზე გაყვრა. აქ მოწაფეები ვერ გამოადგა იესოს, სულ ყველას დაეძინა სამივეს, პეტრეს, იაკობს და იოანეს და შემდგომ აი ესეთი კაცის კროვნება მის და ესე ფერიცვალება, რომელიც ახალ აღთქმაში არის აღწერილი, რომ მეორედ მოსვლის დროს დარჩენილი ქრისტიანები, ვინც აქ იქნება, სიკვდილს არ გაივლიან. და იცით ბიბლიიდან, რომ ორმა პერსონაჟმა, ენოქმა და ილიამ სიკვდილი არ გაიარა. ამაღლდნენ, როგორც მაცხოვარი აღსგარი ამაღლდათ. ეხლა, როდესაც ჩვენ უახლოვდებით ამას და თქვენი გონება იქით კარი მიმართული, ჩემი რჩევა არის, ამ საკითხზე კიდევ უფრო კარგად დავფიქრდეთ. ეხლა სხვა კუთხიდანაც შევიდეთ. აინშტაინიც შევიდა ღმერთის აღიარებაზე ფიზიკიდან, მაგრამ ქრისტემდე ვერ მივიდა. დავით გორამიშვილამ შვენიერი ლექსები არანაკლები მიუძღვნა დავითიანის, ვიდრე რუსთაველი. რუსთაველი უფრო სეკულარულია და ძალიან ბევრი ნეოპლატონური ფილოსოფიით გაჟღენთილი არის. რუსთაველის ღმერთი ეს უპიროვნო ღმერთია. და უპიროვნო ღმერთი, ახლა უპიროვნო რეზობაქრაზეც ისაუბრებდით თქვენ, ვერ ისაუბრებით. იმით არის საინტერესო პიროვნება. პიროვნება რას ნიშნავს? განცდა აქვს, სიკეთის განცდა აქვს, სიყვარული შეუძლია, მოფერება შეუძლია, მრისხანება შეუძლია და განსჯის უნარი აქვს სამართლიანობის. თუ ასეთი ღმერთი არ არის, მაშინ საქმე გვაქვს აბსტრაქტულ ღმერთთან. დღეს 21 საუკუნე დასავლეთში ამ ღმერთს გვთავაზობს. აი რომ შეიკრიბა ახლა სულ ყველა და მთელი ეს მსოფლიო გაერთიანება მეცნიერებისა მოათავსეს ერთ ჯგუფში და ამას უწოდეს New Age, ახალი ერა, ახალი რელიგიას გვთავაზობენ, რომ ყველა თურმე ერთი ყოფილა. კი, მაგრამ იესო რო იძახის მამასთან ვერავინ მივა თუ არა ჩემით, თუ ვაღიარებთ ქრისტეს და ქრისტიანებია და სამყაროში ძალიან ბევრი ქრისტიანული სახელმწიფოებია, მაშინ ქრისტეს არ უნდა დაუჯეროთ. აბა ვის უნდა დაუჯეროთ ჩვენ? ქრისტე იძახის მამასთან ვერავინ მივა თუ არა ჩემით. მე და მამა ერთი ვართ. მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე გქონდეთ და ჭარბად გქონდეთ. ეხლა საინტერესოა, რატო დაჭიდა მამა ღმერთს ძის წარმოგზავნა. სამების ფილოსოფიაზე თავპირი იმტრია თელმა თეოლოგიურმა სკოლამ, რომელიც სათავეს იღებს მესამე საუკუნიდან ორიენედან, ვიდრე მე-19 საუკუნის და მე-20 საუკუნის თეოლოგიები საერთოდ ლიბერალები გახდნენ. და საერთოდ რა ვიცი, სად გავიდნენ, ხო? ჩვენ მაგას თავი დავანებოთ და ერთ წყაროს დავეყრდნოთ. რომელი ერთადერთი წყარო, რომელიც აღიარებულია და ამ წყაროდან ეწაფება ყველა და ძალიან ბევრი ამ წყაროს ამახინჯებს. შეიქმნა უამრავი სექტები. შეიქმნა სამი ძლიერი განშტოება, როგორც არის ქრისტიანობის ბიბლიიდან ეს დაყრდნობით, ესე იგი, მუსულმანობა, შემდეგ მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი. მუსულმანობა მთლიანად ძველი აღთქმა აქვს გადმოწერილი. და თან ძმა არის აბრაამის. აბრაამს ხო ორი შვილი ყავდა, ერთი აგარისგან იზმაილი და მეორე ისააკი, ნანატრი და აღთქმად დადებული, აღთქმა რომ მის მეცემული იქნა. ეს დაარღვია აბრაამა. აი ამ ორ ძმას შორის დღესაც ქიშპობა არის. ერთი არაბული სკოლის წარმომადგენელია იზმაილიტიანები, დღესაც რომ ასეთი მტრულად არიან განწყობილი ქრისტიანების მიმართ და ქრისტიანები, რომლებიც სათავეს იუდაური სკოლიდან იღებენ. ისრაელის ერთ-ერთი ტომიდან, რომელსაც იაკობს ცბიერ კაცს ისრაელი უწოდა ღმერთმა რო გადაარქვა. ამიტომ წყარო, როცა ჩვენ ვეძებ ამას, თხოვნა ისე რაც გინდათ გააკეთეთ, ისე ბიბლიას მიაკითხოთ და თქვენი ინტელექტი, რომელიც ასე კარგად დაწაფებული იყო, თქვათ რუსთაველს, ეხლა რუსთაველსაც პატივი ვიცეთ, რუსთაველი ადამიანია, რუსთაველი ცოდვადაცემული პიროვნება და რუსთაველის გულისთვისაც გაეკრა ჯვარზე იესო ქრისტე და გავიგოთ რა არის ევანგელია, რა წერია ბიბლიაში და ვინ არის მან თავარი გმირი. ეს ადამიანის დაწერილი თუ არ მე არ წავიკითხავ ამ წიგნს, იმიტომ რომ ადამიანის დაწერილი უკეთესი 21 საუკუნეში ძლიერი ფილოსოფოსები არიან და ცხოვრებას ისინი მასწავლიან. თუ ეს ღმერთის დაწერილია, მაშინ ყველაფერს უნდა დაუჯერო მას და კარგად გამოვიკვლიო ეს პიროვნება, ვინ არის და რა უნდა ჩემთვის. და ეხლა რომ დაუბრუნდეთ იმ საკითხს, არის თუ არა ჯოჯოხეთი და სამოთხე. თავად ეს წყარო გვეუბნება, რომ ჯოჯოხეთი და სამოთხე არის თავად ქრისტე. თქვენ ხო აღიარებთ ქრისტეს? ეს ავტორიტეტია და თუ ავტორიტეტია, ყველა პარამეტრებით ავტორიტეტად იესო უნდა ვაღიარო და არ ერთ ნაწილში. ჩემთვის მაგალითად აბსოლუტური ჭეშმარიტებაა იესო ქრისტეს პიროვნება, როგორც ღმერთ კაცისა, რომელიც განკაცებული, რომელიც სამოთხის ბაღში ადამს აღთქმა დაუდო ედემის ბაღში, გარღვეული იქნა და მერე საწყლები ცოდვად დაცემულები რომ მოაცილებს ღმერთის სიყვარულით და ცოდვად დაცემის შედეგად ღმერთმა რისხვარულად დაატყეს ცოდვილ ადამიანს დაიმალა. ამით ამტკიცებს ღმერთი რომ უყაროთ გვემალება ჩვენ იგი. იმიტომ რომ ცოდვად დაცემული ბუნების გამო ისეთი რისხვა დაგვატყდება, მეტი რო არ შეიძლება. იესო ქრისტემ სწორედ ეს გამოისყიდა და მამასთან შეგვარიგა. ამიტომ შვამავლად მარტო იესოა და არა მღვდლები, არა ეკლესია უკვე. ეკლესია კი არის მთელი ეს დედამიწა და ეკლესია არის ბერძნული სიტყვა, რომელიც იშიფრება დაძახებულები, პრიზვანი, მოწოდებულები, სადაც ჩვენ ღმერთის
სახელით ვიკრიბებით 2 ან 3. ამ წუთში ჩვენ თუ ქრისტეს სახელით ვართ შეკრებული, იესო ასეთ რამის სახით 2 ან 3 სადაც ჩემი სახელით შეიკრიბება, მეცით გავარო. ავტორიტეტი იმის ავტორიტეტია, რომ მე უნდა დაუჯერო. აბა ჩემი შევიტანო, ესე მატყუებს ახლა იესო ქრისტე? თან ღმერთი თუ არის? ეხლა ამიტომ უნდა გამოვიკვლიოთ ბიბლია, ეს მართლა ღმერთია თუ არა? აქ იყოფა 2 ადამიანის გზა. ერთნი აღიარებენ, რომ იესო არის ღმერთი და ამავე დროს 100% ღმერთი, 100% კაცი, მეორენი არიღებენ ღმერთის ბუნებას და ასევე ფარისევლებმა არ მიიღეს მისი ღმერთის ბუნება და დასაჯეს ღმერთი იმის გამო, რომ იძახდა ღმერთი ვარო. არც ერთ წინასწარმეტყველს არ უთქვია ღმერთი ვარო, არც ბუდა გაუტამას, არც მუჰამედს. არცაც არ უთქვია, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. ბუდა გაუტამა ფილოსოფოსი, რომელიც ფილოსოფიური ჭვრეტით მიდიოდა ამ სამყაროს ტანჯვიდან განთავისუფლებისკენ და უნდა შერწყმოდა აბსოლუტურ ღვთაებას სულს და ჩანთქმულიყო. როცა ეს წავიკითხე, გული შემიწუხდა. წარმოიდგინე ხა ვიღაცამ ჩაკთხას. როდესაც ვკითხულობთ ბიბლიას, აქ დავინახე მამაშვილური დამოკიდებულება. მე სიცოცხლე მაჩუქა მან იმისათვის, რომ მარადისობაში მასთან ვიყო. რათა ვიყო ნეტარი და თუ მე მას დაუჯერებ, მასთან ვიქნები, თუ არა და მას დავჩორდები მარადისობაში, ღმერთის გარეშე ვიქნები და ჯოჯოხეთიც ეგ არის, სხვა არაფერი არ არის. როგორც ეხლა მაგალითად ჩვენ გვაქვს შანსი მადლის ეპოქაში ვართ, ღმერთი ეხლა დომინირებს ჩვენთან, მაგრამ მოვა პერიოდი, დისპენსაცია ქვია მას ლათინურ ენაზე, რომ ღმერთი აღარ იქნება აღარავისთან. მაგრამ ეს ღმერთის ბრალი კი არ არის. ეს არის ადამიანის ბრალი. ისე მოგვაწყო ღმერთმა, რომ ჩვენ გვაქვს არჩევანის თავისუფლება. ამ არჩევანის თავისუფლებამ ადამს შეაცდინა და გადაუხვია იმ დებულებას, იმ აღთქმას, რომელიც ედემის ბაღში ღმერთმა დაუდო. რა იყო ეს? ყველა ხისგან გერჭმევათ, მაგრამ 2 ხე როა ბაღის შვაგულში, ერთი სიცოცხლის ხე და მეორე ბოროტებისა და კეთილის შემეცნების ხე. აქედან ნაყოფი არ იგემოთ და ისე უყურეთ, დატკბით იჭრდეთ. უცნაური წინადადება, მაგრამ ღმერთმა ასე ინება. დავიწყოთ ახლა ღმერთის კრიტიკა და ქექვა, ჩვენ ვინა ვართ, რომ აგი პავლე იძახის. ჩვენ ვიმოგცა მაგდენიჭკოა, რომ ღმერთის შემოქმედი დავუწყოთ ახლა რატო გამაკეთე ესეთი და როგორი ვარ. ჩვენ მადლობელი უნდა ვიყოთ, როგორიც ვარ და ის ჩვენ წინ არსებული სამყარო მისი ქმნილება არის. ჯერ ამ ქმნილებით უნდა გავიგოთ, რომ სამყაროს პატრონი ყავს და მოწესრიგებულია. ეხლა არის თეორიები აფეთქების, მაგრამ იცით რა არის, ჩვენი განათლება ეყრდნობოდა საბჭოთა იდეოლოგიას. თქვენც და მეც ვართ გაინტერესებდათ ყველაფერი, რასაც გვაწვდიდნენ, მაგრამ ჩვენ რევიზია არასოდეს არ გავუკეთებია ჩვენ განათლებაზე. ჩვენი განათლება იყო. თავად გამოაცხადეს ბოროტების იმპერია და ყველაფერი გადახაზეს სულ ყველამ. დასავლეთთან დაწყდა თვით საბჭოთა კავშირს შევარდნაძემ გადახაზა ეს ყველაფერი, გარბაჩოვმა და საერთოდ ყველაფერი გადაიხაზა. თუ ყველაფერი გადაიხაზა, შემეცნება ყოფიერებას დევს თან და ეს შემეცნება საიდან ამოვიდა? მატერიალიზმიდან. ჩვენი განათლება იყო მატერიალისტური, ევოლუციის თეორიით და ეს განათლება დაგჭა ჩვენ თავში. ამის კორექტივებაა საჭირო და გადაფასება. ქრისტიანობა არის ღირებულებების გადაფასება, განახლება. აკი ქრისტეს გვეუბნება არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში. ტიკებზე ხომ არ არის ლაპარაკი. ასევე ახალ საკერებელს არ მოახებს არავინ და ძვერს არ დააკერებს, იმიტომ რომ ერთიც და მეორეც გაფუჭდება და უფრო მეტად გამოჩნდება ის ნახრეტი. ასე რომ რას ლაპარაკობს იესო ესე ტიკებზე და ნაჭრებზე გველაპარაკება? საწარმოო ტერმინებით ლაპარაკობს? არა, ადამიანებზე ლაპარაკობს. ძველ ადამიანში ახალი მოძღვრება ვერ დაიტევს. ამიტომ საჭირო არის გამოცვლა და მართლაც ძველი ტიკებს ახალი ღვინო გახეთქავს. და არანაირად არ შეიძლება ერთიც დაიყურება, ტიკებიც გაფუჭდება. იესო აქ გამოდის როგორც ყველაზე ძლიერი მოძღვარი და არც ერთი სიტყვა მისი არ არის მცდარი. როდესაც ჩვენ გამოვიკლებთ იესოს პიროვნებას მათე, მარკოზი, ლუკა, იოანედან ეს 4 უძვირფასესი სახარებადებს სხვადასხვა რაკურსით, ჩვენ კარგი შთაბეჭდილება გვექნება ნამდვილი იესოზე, როგორც ღმერთზე და აღარ დაგჭირდება შუამავალი სანთლის სახით, ხატის სახით. ყველა ქართველი დაბადებიდან მიგვეკითხებოდა გულათლავდნენ. ნათლობა არის შეგნებული აქტი. როდესაც მე რწმენით ვიღებთ იესოს და სიტყვა ქართული სიტყვას ნათელი, სინათლე, მონათლა, ნათელთან არის წინაყარი. სიბნელი ხო საშინელება არის. ამიტომ მონათლა მაშინ იწყება, როცა ჩემ გულში ხდება აღიარება იმისა, რომ მე ცოდვილი პიროვნება ვარ და ბიბლია სწორედ ეს არის მოსიყვარულე წმინდა ღმერთის მუდმივი ხელის გამოშვერა ცოდვადაცემული ადამიანისაკენ და ცოდვის გამოსყიდვა. ბიბლია არის გამოსყიდვის პროექტი. აი ამას არ სწავლიდნენ საქართველოში, არადა ეკლესიები გვაქვს. ამ ხრივ დასავლეთი უფრო წინ დგას. განადღევანდელი, აი ძირებს, აი რეფორმაციის ხანა რო დაიწყო და გამოგლიჯეს ოფიციოს ბიბლია და ხალხს დაუბრუნებს თავის ენაზე. გახსოვთ ალბათ კონსტანტინეს დროს მოხდა ეს, დევნა რო შეჩერდა, როდესაც ქრისტიანობა გამოცხადა სახელმწიფო რელიგია, დევნა შეჩერდა. დევნა შეჩერდა რა, სატანასაც ეს უნდოდა. დღეს ყველაზე მეტად აქტიური სატანა არის ეკლესიებში. აბა იესო კი არ არის აქტიური.
დრო ეკლესია არ არის მარტო ერთ შენობაში ივანიშვილის მიერ აშენებულ ეკლესია აქაო და ივანიშვილმა აჩვენა ცხონდებით თუ რა ეკლესია სოლომონის სახელს რო უკავშირდება რამოდენიმეჯერ დაინგრა და ბოლოს ჰეროდე დიდმა ააშენა და მის სახელს უკავშირდება იესო რო წინასწარმეტყველებს ამის დანგრევას ჰეროდე კი იცით ვინ იყო ეს იყო უსაშინლესი პიროვნება თან ეს იყო შთამომავალი ესავისა ესავი კი იაკობის ძმა იყო და ესავი დაწუნებული იყო ღმერთის მიერ აი ესეთი ბოლო მეფე ყავდათ საშინელი იუდაველებს და განწესებული რომის იმპერიის მიერ და ტყავსაძრობ და ასეთ ვითარებაში მოვიდა დაიბადა იესო და თავად ჰეროდე დიდმა იმის შიშით რომ ჩემი მეფობა არ წაერთო და დახოცა ყველა ბავშვები იცით ეს ბეთლემის საშინელებები და ეგვიპტეში ანგელოზის მიერ იოსები და მარიამის ლტოლვა გარკვეულ დრომდე და მერე რო გარდაიცვალეს დაბრუნება ესეც იცით სახარებიდან ამიტომ ჩვენ ბიბლია გვაწვდის სწორ წარმოდგენას ღმერთზე სამყაროს შექმნას და შესაქმნის ორი თავი ძალიან მოკლე შეკუმშული თორით გადმოცემულია მუხლი მუხლზე პირველი დღე, მეორე დღე, მესამე ვიდრე მეექვსე დღემდე. მეექვსე დღეს იქნება ადამიანი, ჩვენი წინაპარი ადამახი და ევა სიცოცხლე. ებრაულად სიცოცხლეს ნიშნავს ადამახი მიწას რო შინავს. აფეთქების თეორია არსად არ წერია რომ აფეთქებით შეიქმნა. თუ აფეთქდა, კითხვა მაქვს, ვინა აფეთქა? როგორ შეიძლება სტიქიურად ევოლუციის თეორია რო გვასწავლიდეთ და ეხლა სკოლებში გაბატონებულია რომ თურმე მატერია იტრიალა მილიარდი წლები, აი მილიარდი წლები, როგორ შეიძლება დედამიწა არსებობდეს ბოლო 100 წლის განმავლობაზე დემოგრაფიული აფეთქებით 2 მილიარდიდან 7 მილიარდ 300 მილიონია დღეს დედამიწა. თუ მილიარდი იყო დედამიწა, ეს ადამიანები ეხლა რა ვიცი გადახუნძლული უნდა იყოს ყველაფერი. არადასტურებს ამას ბიბლია წარღვნის შედეგად ხელახლა დაიწყვეს დაახლოებით სამყაროს გაჩენიდან 1600 წლის მერე პირობითი ეს თარიღები 1600 წლის მერე წარღვნა მოხდა და სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო 900 წელი. 966 წელია მაქსიმუმი მათუსალას ასაკი. ადამმა თავად 930 წელი. ძალიან რეპროდუქციული იყო ბიოლოგიური თვალსაზრისით ადამიანები და სწრაფად მრავლდებოდნენ. ამიტომ გლობალური იყო წარღვნა და გათხრების შედეგად, რომელიც უემალავდა საბჭოთა მეცნიერება და ეს ლიტერატურა არ შემოდიოდა, თქვენ უნდა ნახოთ ინგლისურ ენოვარ ლიტერატურაში რამდენი კარგი წიგნები არის. რამდენი რამე დაწერილია და აღარავინ აღარ კამათობს იმას, რომ სამყარო შეიქმნა ღმერთის მიერ. უბრალოდ ამას აღარ იძახიან. არ შეიძლება ამის ოფიციალურად გამოსვლა და მიუხედავად ამისა, რომ ყველა შინადანად იცის, რომ სამყარო ღმერთის მიერ არის გაჩენილი, ამას სკოლებში არ ასწავლიან. სკოლებიდან განდევნილია ეს და მთელი პლანეტის სკოლები და უმაღლეს სასწავლებელი ევოლუციის თეორია დატოვეს ისევ, იმიტომ რომ მთელი შენობა დაინგრევა. ბიბლია ამას წინასწარმეტყველებს, რომ აუცილებლად ესე უნდა მივიდეს და ანტიქრისტე უნდა შემოვიდეს. ესე იგი ქრისტეს აუცილებლად ყავს ანტიქრისტე, მოწინააღმდეგე. და ესეც პირველივე ფურცლებიდან როგორც პიროვნება სატანა 4ჯერ არის მოხსენებული ბიბლიაში. როგორც პიროვნება. პიროვნება კი იცით რა არის? პიროვნება ატარებს იმ საოცარ თვისებებს რომელიც ღმერთმა გვიბოძა რა არის ასეთი სიყვარულის განცდა მარტო ადამიანს აქვს სხვა არავის არ აქვს სიკეთის სამართლიანობის ყველაზე დაბალი დონის ბავშვიდაც კი პოულობთ სამართლიანობისაკენ ტონლის განცდას როგორც კი რამეს წაართმენ ბავშვს ის წუხს იმას უნდა სამართლიანობის აღდგენა ვინ ჩადო ეს სამართლიანობა ევოლუციის თეორიით ეგ არ მოხდება ევოლუციის თეორიით ესე მოწესრიგებული შეიძლება პლანეტა იყოს შეიძლება დედამიწა ასეთი მოწესრიგებული იყოს ქაოტური აფეთქების შედეგად მაგალითად რო სტამბა ავაფეთქოთ და აფეთქების შედეგად შექსპირის მეფელერს მივიღებთ ეს ციტირებას ვახდენ ერთ-ერთ თეოლოგისას ეს ჩემი აზრი არ არის მართლაც დავაფიქრა ამან სტამბის აფეთქებით ასე მოწესრიგებული ნაშრომს ვერ მივიღებთ აფეთქება ყველა იძახის მაგას მაგრამ ვინა აფეთქა და რა აფეთქა თუ ღმერთს ვაღიარებთ აბსოლუტურ გონებას აფეთქება იმას რაც იჭერდება ბიბლია გვეუბნება სიტყვით შეიქმნა სამყარო სიტყვა ქართულში რაც ბერძნულში და ებრაულში მოგვეწოდება ეს ის კი არ არის რაღაცა ჩვეულებრივი სალაპარაკო რამ ეს არის ზმნა ეს არის ლოგოსი ესე იგი რას ნიშნავს თქვა და ამ თქმამ შექმნა სამყარო აი იყოს ნათელი და განათდა ეხლა ცასქვენი შეიქმნა მოდი ეხლა ადამიანის შექმნათ როგორ ფიქრობთ როგორც მოქანდაკე ასე აიღო მიწა გამოზილა მერე სული ჩაბერა ჩვენ არ ვიცით არ გვეუბნება ამას ღმერთი ყოვლის შემძლეა ღმერთის ატრიბუტები მიმობნეულია ბიბლიაში და სწორედ ეს ნაკლოვანებაა ქართულ სივრცეში შედარებით დასავლურიდან ბევრი იმუშავა ინგლისურმა სივრცემ აი ამაზე და ბევრი თეოლოგები დაგვიყარა ევანგელისტები და ამერიკის სირცხვილი რო შემოდის სოფლიოში და დემოკრატიას აღწევს და არა ქრისტიანობას იმიტომ დაეწყო ამერიკას კრიზისი ევროპას კრიზისი მათ ღმერთს ვარი უთხრეს ისევე როგორც ისრაელის ერი თანდათან ღმერთს შორდება და ის მიცემული აღთქმები რომელიც მოსეს 5 წიგნეულში არის და განსაკუთრებით მე-5 წიგნის სწავლობს ამას ჯულის კანონი ვარს ეუბნებიან და რო შედიან ქანაანის ქვეყანაში საერთოდ ღრეობას მიეცნენ შემდეგ ერი გაიხლიჩა ორად და 931 წელს გაითიშა ორად ქვეყანა
სამხრეთად და ჩრდილოეთად. ამათ შორის წავიდა სამოქალაქო ომები. ამის შედეგად ღმერთმა ესენი ერთი საერთოდ 722 წელს ასურეთში გადაასახლა და მეორენი ორიშტო იუდა ბაბილონში 70 წლით გაუშვა ტყვეობაში, მაგრამ არ მიატოვა მაინც. არასოდეს არ მიუტოვებია ღმერთს სამყარო და კაცობრიობა, როცა არ მიიღო მან წარღვნით მარტო 8 სული გადაარჩინა და ისევ აღთქმა დადო. ბიბლიაში 8 აღთქმა არის. პირველი აღთქმა ედემის ბაღშია, მერე მოდის ადამის აღთქმა, ნოეს აღთქმა, აბრაამთან დადებული აღთქმა, მერე ისააკი, იაკობის, აბრაამისას იმეორებენ, მოსეს აღთქმა, შემდეგ მოდის პალესტინური აღთქმა, სადაც არის მეორე ჯულის კანონში, დავითის აღთქმა და ახალი აღთქმა. სულ არის 8 აღთქმა. აღთქმა კიდე იცით თქვენ რა არის? ხელშეკრულების დადება. ხელშეკრულება არის დროული და მარადიული. ბიბლიაშიც არის დროული აღთქმა, პირობითი ქვია ქართულად, უსლოვნი და ბეზუსლოვნი. ბეზუსლოვნი აღთქმები უნდა ვისწავლოთ და რა არის, როცა პირდება ადამიანს მაგალითად უპიროვნო აღთქმა იყო ის დამოკიდებული არ იყო ორმხრივ იმაზე, თუ ერთ-ერთი დაარღვევდა ეს არ იქნებოდა. ისეთი აღთქმა აბრაამს დაუდო, რომ გავამრავლებ დედამიწაზე შენს მოდგმასო. და მართლაც ებრაელი კი არ იყო აბრაამი, ურიდან გამოვიდა დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე და ის არ იყო ებრაელი ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ რომ ებრაელობა არ ნიშნავს გენეტიკურ კოდს, ებრაელი ნიშნავს სხვა ქვეყნიდან მოსულს, უცხო ქვეყნიდან. აქედან კიდე ებრაული მეორე სიტყვა არის გოიმი, რომელიც იგივეს ნიშნავს უცხო ტომელი, სხვა ნაპირიდან მოსულს. ასე უწოდეს ქანაანში შესულ ამ ხალხს და ამათი წინაპარი ევერი იყო ებრაელებისა. თავად აბრაამი არ არის ებრაელი, ეძრაელი ერი ყალიბდება იაკობის 12 შვილიდან, რომელსაც ეწოდა მერე ისრაელი. ღმერთთან მებრძოლი, იცით ეს რო შეხვდა ამას და მთელი ხელოვნების იმაში არის ეს და თომას მანმა რომანიც დაწერა ბიბლიური იმაზე, იცით, იოსები და მისი ძმანი. ერთ-ერთი შვილი იოსები იაკობის არის, ხო, მას 4 ცოლიდან, 2 დები და 2 თუ მოსამსახურეებიდან, მას 12 შვილი ყავდა, ერთი გოგონა, ასია ბიბლიაში მოცემული, თუმცა ბიბლიაში უფრო მეტად ბიჭები ფიგურირებენ ვიდრე გოგონები და ისე არა ვთქვათ, რომ ადამს 930 წლის განმავლობაში აბორტი ეკეთებინოს, იმას ბევრი შვილები ეყოლებოდა და თავდაპირველად გენეტიკურად მისაღები იყო დისა და ძმის ქორწინება. მერე ამას ღმერთი ამ აღთქმას შლის და უკვე გვიკრძალავს ჩვენ სისხლის აღრევას, იმიტომ რომ გენეტიკური დეფექტი წარმოიშვება სისხლის აღრევით. მანამდე კი არა, თუ როგორ აკეთებს ამას, ეს სასწაულია. ბიბლია კი სასწაულების წიგნი არის, რომელიც უნდა დაიჯეროს კაცმა. თუ მიიღებ ერთს, უნდა მიიღო მეორეც. თუ ვიღებ ჩვენ იესოს უბიწო ჩასახვას, მაშინ ყველაფერი უნდა მივიღოთ. და უცნაური სწორედ ეს არის. შეიძლება კი უბიწო ჩასახვა? თუ ღმერთი ყოვლის შემძლეა, რატომ არ შეიძლება? ჩემთვის ძალიან მისაღებია. ჩემთვის აპრიორი ესე იგი ცდის გარეშე არსებულად მიღებული ჩემ ცნობიერებაში, ამას ქვია აპრიორი მიღებული ჩემთვის ღმერთი არის ყოვლის შემძლე. აბსოლუტურად ყველაფრის. თუ იმას ერთი რამე მაინც არ შეუძლია, ღმერთი აღარ არის. ამიტომ აბსოლუტური გონება, აბსოლუტური ინტელექტი არის აბსოლუტური სიყვარული, აბსოლუტური წმინდა. წმინდა მისი ყოფიერების ყველა სრულყოფილი ფორმაში. ესე იგი წმინდა სიყვარულში, წმინდა ერთგულებაში, წმინდა სამართლიანობაში. აქედან თუ ღმერთს შეუძლია ყველას გადარჩენა და არავინ არ წავა ჯოჯოხეთში, მაშინ სამართალი როგორია? ბიბლია არ ადასტურებს ამას. პირიქით, გადარჩება ის, ვინც იესოს თავს მხსნელად მიიღებს ყოველგვარი საქმის გარეშე. ეს არის საჩუქარი, მადლით ვართ გადარჩენილები. ამიტომ რა ჭირდება რიგით ადამიანს? არაფერი. არ საჩუქრების მიტანა რაც გააკეთა კაინმა მაგალითად. რატო დაიწუნა ღმერთმა კაინის საჩუქარი? იმიტომ რომ მან ვერ გაიგო რწმენით რა სიტყობდა ღმერთი. ხო უთხრა ადამიანს გამოგიგზავნით გამომწყიდველს. და ეს იყო იესო, დაპირებული 5000 წლის თავზე კაცობრიობა რო ელოდებოდა და განსაკუთრებით ერთი ერისგან, მეჯოგეებისგან ჩამოყალიბებული ერი, რომელიც ბიბლია როგორც მოდელი ამერს გვიტოვებს, რომ ჩვენ ვისწავლოთ და ამიდან ჩვენ ქვეყანასაც მიუსადაგოთ. რა გველოდება საქართველოს? ბიბლია არის უნიკალური კომპასი პლანეტის მოსახლეობისა. მან ყველაფერი წერია. გამოსყიდვის გეგმა დამთავრდა, შეწყდა გამოცხადებები და 2000 წელი გამოცხადება ღმერთი არავის არ ეცხადება გარდა ბიბლიის მეშვეობით. ნუ გვატყუებენ, ნუ რავენ, ვინც იტყვის მე ეს ვნახე სიზმარშის, გამორიცხეთ ეგა. დამთავრდა. პავლეს მართლა ეცხადებოდა. დამასკოს გზაზე იესო შეხვდა, დაელაპარაკა. პატმოსის კუნძულზე, ღმერთთაშუა ზღვისპირეთში იოანე გადასახლებაში რო იმყოფებოდა, ბოლოს მის საყვარელი მოწაფე იყო იოანე, ქრისტე გამოეცხადა და გამოცხადებაც დაგვიტოვა. ეს ძალიან სიმბოლური და ესეთი ყველასთვის რთულად წასაკითხი წიგნი, მაგრამ ძალიან გასაგები. ძალიან გასაგები, ვისაც უნდა, იმიტომ რომ ბიბლია ბიბლიით გაიგება პარალელებით. ჩვენ ეს გამოცდილებაც არ გვაქვს საქართველოს ბიბლიის თარგმნა, ჯერი როგორ თარგმნეს. მე რა პარალელები არის, არც ლექსიკონები, არაფერი არ არის და ამ ხრივ ჩვენ ჩამოვჩევით ევროპულ ცივილიზაციას. ევროპაში უამრავი წიგნებია ამაზე. არ არის მეცნიერი ამას წიგნი არ მიუძღვას. არის ძალიან ცნობილი
ჰენრი მორისი, რომელიც ტექნიკური დარგის წარმომადგენელია, მან მიიღო რა ქრისტე გამოკვლევები ჩაატარა და უამრავი წიგნები მიუძღვნა, წარღვნას და იმას. ეს ჰიდროინჟინერი არის ეს პიროვნება დასავლურ სამყაროში. ასევე რომელიერთი ჩამოთვალო დღევანდელი ვინც არიან, თუნდაც აი დღეს ვინც ცხოვრობს ნაკლებად იცნობ საქართველოს, აი ესეთ პიროვნებიც როგორც არის ჯონ მაკარტური. ეს აღიქმება ქართულ სივრცეში როგორც დასავლური რაღაცა სექტა. და რას ქვია სექტა? ქართული სიტყვა ხომ არ არის სექტა? სექტა ბერძნულია და გამოყოფას ნიშნავს. ყველასგან ვიღაცისგან გამოყოფილია. თუ მართლმადიდებლობიდან მე ვარ გამოყოფილი, სექტა ვარ. მაგრამ თავად იესოც არ იყო სექტანტი, როცა ფარისევლებს გამოეყო. აკი დაიწუნა მან ფარისევლების მოძღვრება და უთხრა რომ ეს რა გაგიკეთებიათ კაცო? თქვენი მოძღვრებით მე უნდა მიეღოთ იესო და მოძღვრები რა ისწავლეს ამისთანა რომ იესო დაიჭირეს და ჯვარზე გააკრეს. თან მით უმეტეს ყველა უყურებდა რას აკეთებდა, რას ასწავლებს ახთენდა იესო. და მისი მოწაფეებიც. და როგორც დასრულდა ეს და დოკუმენტური სახით ჩვენ დაგვიტოვა სული წმინდამ და მოაწესრიგეს და კანონიკურ წიგნით მოწესრიგდა ეს და 66 წიგნის სახელით გვაქვს ჩვენ ეს კაცობრიობას დააკვირდით. ახლა ამას მთელი მსოფლიო როგორ ეომებოდა. ვოლტერმა სხვათა შორის ყველაზე ძლიერმა დეისტმა და ათეისტმა მოდი ვთქვათ, პირდაპირ გააქილიკა ბიბლია და იძახდა რომ 200 წლის მერე ეს წიგნი საერთოდ მიღებული არ იქნებოდა და საერთოდ დაივიწყებს ყველაო. ვოლტერი უფრო დავიწყებულია დღეს ვიდრე ბიბლია. და პარადოქსი ის იყო, რომ სწორედ იმ სახში, სადაც ვოლტერი ამას იძახდა, იქ სტამბეში დაიბეჭდა ძალიან დიდი ტირაჟირებით ბიბლია და გავრცელდა მსოფლიოში. ასე რომ ვოლტერი ადამიანი იყო და ადამიანის სიტყვები არ სრულდება, ღმერთის სიტყვები სრულდება. რაც თქვა შესრულდა. რა დაპირებაც იყო ძველ აღთქმაში, აღსრულდა ახალ აღთქმაში. ესე იგი გამომსყიდველის მოსვლა, განკაცებული ღმერთი გვესტუმრა ჩვენ, მაჩვენე მამაო ეუბნება ერთ-ერთი მოწაფე იესოს. რამდენი ხანია მე თქვენთან ვარ, მე და მამა ერთი ვართ. იესოს სწორედ წარმოადგინა შინაგანი თვისება ღმერთისა, რომელიც არის სული. და როგორ არის ეს პარადოქსია, როგორ შეიძლება რომ განფენილი იყოს ყველგან და ყველა ადამიანში შეძლებს თუ არა შესვლას. ახალი აღთქმა რას გულისხმობს? ახალი აღთქმა გულისხმობს აღსრულებას, გამოსყიდვა, გამოსყიდული არის ღმერთის მიერ ცოდვა და ცოდვის მონები რო ვიყავით ჩვენ თავისუფლების ქარტია იქადაგა იესომ. გაგვანთავისუფლა იესომ ცოდვისგან. და ახალი ადამიანს მისცა უფლება რომ სულიწმინდით განახლება შეიძინოს. ამიტომ ბიბლიაში არის მესამე ჰიპოსტაზი, ეს არის სულიწმინდა. ესაც დავიწყებულია საქართველოში. სულიწმინდის მეშვეობით ვარ მე ახალი ადამიანი და ამით ვაკონტროლებ მე ჩემს ცოდვილ ნატურას, რომელიც სხეული არის და მაწუხებს ეს და ებრძვის იმ ჩემს სულს, რომელიც განახლებულია ქრისტეს მეშვეობით და უკრძალავს ამოსდო როგორც ცხენს ლაგამი სულიწმინდა მამას და აქედან მე ვაკონტროლებ. მე აღარ მჭირდება პოლიციელი ქუჩაში. აღარ მჭირდება ეს გააკეთე, ის არ გააკეთო, ეს აგზელ. სულიწმინდით დავდივართ რა ჩვენ ვიცით ვორკავთ და ვიმონებთ ჩვენ სხეულს, რომელიც ჩვენი განახლებული სულის სიხარულით ელოდება განდიდებულ სხეულს. აღდგომა სწორედ ეს არის განახლებული სულის ხორცშერცხმა განდიდებული სხეულით. ქრისტემ პირველი ის გააკეთა და სიკვდილი ადამიანით შემოვიდა, სიცოცხლე კი ქრისტეთი. ამიტომ სიცოცხლის ფესავით დღეს ქრისტე დგას და უძახის ყველას ვინც მოვა ჩემთან გადარჩებაო. ამიტომ არაფერი არ გჭირდება ჩვენ, არც საჩუქრების მიტანა, არც ანთლებთან, ხატებთან მისვლა, იმიტომ რომ გითხრა რომ არ გამოხატოთ ჩემი სახე არანაირად. ახლა უამრავი მხატვარი იყო პირველ საუკუნეში და უამრავი იმპერატორების ძეგლებია შემონახული და იესო ქრისტეს ვერ დახატავდა მხატვარი, მით უმეტეს ასეთი პიროვნება იყო, არ გაუცდებოდა, არ შემოგვინახა სულიწმინდა მეს, რათა არ გაეკერპებინა ადამიანს ეს და ცნობიერებაში არ გაბატონდეს ერთი სახე, იმიტომ რომ ღმერთს ვერ გამოამწყვეთ რომელიმე სახეში. ამიტომ კერპთაყვანისმცემლად ითვლება ის, ვინც ღმერთს გამოხატავს თევზის სახით, ძროხის სახით, ხბოს სახით, ხატის სახით. ხატი ხო ქართულში სურათს ნიშნავს. კი, მაგრამ სურათს ექვემდებარება სული, ღმერთი კაცო, ის ჩაეტევა. სატანა აკეთებს ამას, რომ მიგვაჯაჭოს რომელიღაც ხატთან და ღმერთი დაგვავიწყებინოს. ქრისტიანობა თავისუფლება არის, მაგრამ ეს ისეთი თავისუფლებაა, ღმერთზე დამოკიდებულებას რომ გულისხმობს და ამ პარტავან ადამიანს დამოკიდებულება გულს ზარავს. პოლიტიკურ სივრცეში და თითქოს ყველა თავისუფალი ვარ და ყველა დამოკიდებული ერთმანეთზე. ქართულ სივრცეში ესეთი რამე ხდება პოლიტიკაში. დააკვირდით დღეს ორი მათ არის გაყოფილი კლასი. ერთი გადაგდებული ფენა არის მოსახლეობისა და მეორე ჩამოკიდებული. ჩამოკიდებული არის ის 300,000 კაცი, რომელიც დასავლეთზეა ჩამოკიდებული. ეკონომიკურ ჩამოკიდებას გულისხმობ. ჩვენ ვერ მივახციეთ მესამე ფაზას, დამოკიდებულებას. ჩვენ დამოკიდებულები არა ვართ, კაი რამეა. დამოკიდებულის მე დამოუკიდებლობა, მაგრამ ეს ცარიელი სიტყვაა. განა ამერიკა არის დამოუკიდებელი. ეს დამოკიდებულია ისევე როგორც კანადა დამოკიდებულია ამერიკაზე და არა ჩამოკიდებული. ჩვენ და სამწუხაროდ უნდა თქვენოთ საქართველოს ყოველთვის ჩამოკიდებული იყო. ჯერ რუსეთზე ვიყავით ჩამოკიდებული. დამოკიდებულობა მე კარგად მესმის. ხო, მიაქცევთ ალბათ ყურადღებას, როგორ გამიჯნოთ ეს. საქართველოში ახლა არიან ჩამოკიდებულები და გადაყრილები. კანადა დამოკიდებული არის. ამერიკაც დამოკიდებულია ერთმანეთზე.
როგორც მე და თქვენ ახლა ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული ჩვენ საუბარში. მე ვარ თქვენზე ვარ დამოკიდებული, თქვენ იგნორაციას მე თქვენსაც არ ვაკეთებ და თქვენც არ აკეთებთ ჩემს იგნორაციას. მაგრამ ჩამოკიდებული არა ვარ თქვენზე, რომ ყველაფერი თქვენი მივიღო. აბსოლუტურად, აი ჩამოგეკიდოთ. ჩემი პიროვნება დაიკარგება. აი ღმერთი, როგორ იმაში გვტოვებს ჩვენ, კი არ ჩამომეკიდეთო, დამოკიდებული იყავით ჩემზეო. და კარგული ბერძნული სიტყვაც არის პავლე როიზა მონაღვთისა. მონობა ჩვენ ცუდად გვესმის საბჭოური განათლებისგან. მონა უნდა განვასხვაოთ მოსამსახურისაგან. მართლაც ღმერთის შექმნელი თუ ვარ, მე რასა მიცემდი რომ მიმიღოს როგორც ისევ მონა. თავიდან ბოლომდე მინდა მე მონა ვიყო, არ მინდა მე ადამიანის მოსამსახურე ვიყო, ჯობია ისევ ღმერთის მონა ვიყო, მან გამაჩინა. სული მანჩთაბერა და ფილტვებიც მისი გაჩენილია ჩემი კუჭიც და ღვიძლიც, რომ მისი ერთი სიტყვა და ჰაერიც კი შეჩერდება. ამიტომ მე მინდა კარგად გავიცნო ის პიროვნული ღმერთი და ამას გვაცნობს ჩვენ ბიბლია, სხვა არავინ. ვერც ჩიოლაშვილი გამაცნობს ამას და ვერც პლატონი, ვერც პლოტინი ჩემს მიერ აღიარებული და სათაყვანებელი ინტელექტუალები და ძალიან კარგი ფრაზების, ასე ნიჭიერი ხალხი, მაგრამ ღმერთი ვერცერთმა ვერ გამაცნო. იესომ წარადგინა ღმერთი ჩემ წინაშე. იესო პირველივე ფურცლებზე გვეცხადება მამის სახით ადამს რო ელაპარაკება და ევას ჩვენ წინაპარს. და რაოდენ გულის მომკლელი სურათები არის. სხვათა შორის ეს ილუსტრაცია მაზაჩოს აქვს კარგად ილუსტრირებული 64-დან განდევნად. თქვენ შეგიძლიათ YouTube-ში მოძებნოთ ეს სურათი. ეს არის მე-15 საუკუნის მხატვარი, ერთ-ერთი ძლიერი მხატვარი, სრულად ახალგაზრდა გარდაიცვალა. რა კარგად არის წარმოდგენილი მხატვრის ცნობიერებაში ის სევდა და ის ტკივილი გამოწვეული რო ამის სახლის მიტოვებისგან. მართლაც ზრუნველ ადამიანს რო შორდები შენ თავს იტეხე უბედურებას. მერე პირდაპირ რამგვერის ჩვენ ეკალი და ძეძვის აღმოცენება და ოფლითა ჩვენითა პურის ჭამა. ჩვენ საჭმელად კი არ გაგვაჩინა ღმერთმა, რომ ოფლით საჭმელი მოგვეპოვებინა. დღეს კაცობრიობის 90% დაკავებული არის საჭმლის შოვნით. აბა სამსახურში რატომ მუშაობს ხალხი და არის ქვეყნები, რომელიც მთლიანად მუშაობენ საჭმელის გულისთვის. ჭამა და ჰაჰა ჩაიცვან. ხელფასის 70% სახლისა და ჭამას უნდება დასავლურ ქვეყანაში. ეს ტრაგედია არის, მეგობრებო და ისმის კითხვა, სად მიდის ადამიანი? რისთვის მოვედით? რა არის ჩვენი ცხოვრება? წამია. უცებ შემოგვეხარჯებეს და ენტროპიის კანონის თანახმად ეს ფიზიკური კანონიც გეცოდინებათ ენტროპიის მეორე კანონი, თერმოდინამიკის მეორე კანონი, რომ ამის შედეგად აბსოლუტურად ყველაფერი დაშლას ექვემდებარება. იშლება ყველაფერი ჩვენ წინ ხილულ სამყაროში და ბიბლია გვეუბნება ეს ცოდვის ბრალია. ცოდვა, რომელიც საერთოდ მიღებული არ არის ქართულ სივრცეში. ისე კი სადღეგრძელებზე ყველა იძახის ცოდვილი ვარ, მაგრამ არავინ არ იცის ეს რა კატეგორიაა. რა მოხდა ისეთი რომ ამ სამყაროში, სრულქმნის სამყაროში, რომელიც ღმერთი იძახის კარგია, კარგია, პირველი დღე, მეორე დღე, მესამე, ყველაფერზე კარგია სიძახის. რა წუნდებული შეეპარა, რა მოხდა ასეთი? რაღაცა მოხდა სამყაროს გარიჟრასზე. ეს კარგი დედამიწა, რომელიც შექმნა მან და მართლაც ისეთი პირობები შეიქმნა. ეს კონტინენტები თავიდან ესე კი არ იყო, ეხლა რო არის ესე გაშლილი, დაშლილი. წარღვნის შედეგად მთლიანად ლანდშაფტი შეიცვალა, დედამიწა დაიხარა. დაღრის შედეგად წარმოიშვა ეს ზამთარი, ყინვა, ესე არ იყო, სათბურივით იყო. გაიხსნა ზემოდან ელემენტარული რაღაცას გადაკრული იყო და ის წყალით ჩამოიქცა, ქვემოდან წყალი ამოვიდა და წარღვნა მთლიანად ესეთი ლანდშაფტი მთლიანად შეიცვალა. მთები ამოიზნიქა. ასეთი იმას აკეთებს ჩვენი პოეტები და გონიათ რომ ეს ნამდვილია. ამ დროს ღმერთი გვეუბნება რაც თვალს არ უნახავს, რაც ყურს არ მოусმენია, რაც გულში არ გაგივლიათ, ის მოუმზადა ღმერთმა თავის მოყვარულებსო. ამიტომ ჩვენ მოვძებნოთ ღმერთი და შევიყვაროთ. ჩვენ ეს გადაგვაჩენს და არა თქვათ სამშობლოს სიყვარული. ეს იმ თავით ამას რატომ მტკიცება? არა შვილის სიყვარული, არა ცოლის სიყვარული. ჩვენ ღმერთის სიყვარულით გადავრჩებით, იმიტომ რომ მას უყვარვართ, სანამ გავჩნდებოდი, პირველად მას შემიყვარა. არა მაქვს უფლება იგი არ შევიყვარო, მე უნდა უპასუხო ამას და ყველა ადამიანმა. ჩვენ სიყვარულით ვართ გადარჩენილები, იმიტომ რომ დიდი სიყვარული ქონდა კაცობრიობის მიმართ ღმერთს, რომ ძე ანასხეულა უბიწო ჩასახვით შემოდის სულიწმიდით და ჯვარზე ეყრება 33 წლის ასაკში და ვაი რომ ჩვენ და სამარცხვინოთ მსოფლიო ისტორიაში დაისაჯა კაცი საერთოდ იმისათვის, რომ არაფერი არ გაუკეთებია სიკეთის გარდა. პარადოქსია. დანაშაული ვერ უპოვებს ვერაფერში. მაინც ბრბომ ეს აიღო და მიალურს არ იცოდნენ რომ ყველას ცოდვის გამოსასყიდად ეს გაეკრა ჯვარზე. ჩემი თქვენი და ცოდვილი კაცი როგორ კვდება ღმერთის გარეშე ქრისტემ კარგად წარმოადგინა. ყველაზე საშინელი ტანჯვა იყო ეს ანტიკური, რომელიც მე-7 საუკუნიდან გადმოიღეს რომაელებმა და ჯვარზე გაყვრა. ეს ყველაზე საშინელება იყო. იქ თვეობით იყო ხალხი, იტანჯებოდნენ თვეობით. იესომ სულ 6 საათი გაატარა. მამამ ასეთი ის არ გუნა მას და აღსრულდაც დაიძახა მან. სატანა მან დაამარცხა. ასე ასრულდა 60-ის ბაღში დადებული აღთქმა, რომ შენ თავს უჭეჭყავდე, ის ქუს გისგესლავდეს. სატანაზე იყო ლაპარაკი.
და ერთ დღეს ასეთ რო გმინავს სამყარო ქრისტე რომ მოვა მეორედ, აი ეს ქრისტიანები, ვინც თავის თავს ქრისტიანს უწოდებს და არ არსებობს მარტო ესეთი ტერმინოლოგი ქრისტიანობა, შინაარსით უნდა ვიყოთ ქრისტიანები, ჩვენის მოგვიხმობს თავის სამეფოში და აქ 1000 წლიან ამას დასცემს. აი იერუსალიმის ტაძარი ისევ აშენდება, ეს პროექტიც არის უკვე, რა თქმა უნდა მაგას ლაპარაკი და უკვე სოფლიოს ცენტრი იქნება იერუსალიმი და იქ დაჯდება იესო განსხეულებული და არა როგორც შიოლაშვილის სამებაში და არაფრის მაქნისი კაცი. კომუნისტი კაცი, ათეისტი კაცი და დამაქცევარი საქართველოსი ეგა და შევარდაცი. 73 წლიდან საქართველოს კატასტროფა თანდათანობით სახეზია და აგვირგვინებს მიშა გრიშა და აგერ ივანიშვილი კიდე. ბახვაფულავას პერსონაჟი, იგივე ფულავა ბიძინა. ხო თელი ერი რო შეებღავის ამას და 4 წლის უკან როგორ აირჩიეს და როგორ მოიქცა. აქ ახლა ღმერთის ხელით ვარ დავინახე და გული გაგვისკდება. როგორ აყვა ამას ქართველი ერი და ვითომ ქრისტიანი ერი არც დაფიქრებულა. ქრისტიანებს რატომ აქვს ამდენი ტანჯვა თელი ისტორიის მანძილზე? ქრისტიანებს შეიძლება მუდმივად მტრები ყავდეს მუსულმანები? ბიბლია ამას არ ადასტურებს. ქართველმა არ იცის ბიბლია და ჩვენ გვაკლია ქრისტოლოგები, თეოლოგები, ქრისტიანები, ევანგელისტები იკრძალებოდა ეს. ბაგრატიონთა დინასტიამ ბევრი ცუდი გააკეთა. ღმერთმა აკი მოსპოეგ დინასტია. ფეოდალური საქართველო იყო მე-19 საუკუნემდე. მაშინ როდესაც ევროპაში მე-12 საუკუნეში უკვე ქრისტიანობა რო შევიდა, როგორ აფეთქდა ყველაფერი ხო. რეფორმაციის ხანამ ისე წაწია წინ ევროპა, რომ ჩვენ მე-19 საუკუნეში მთელი 500 წლით ჩამორჩებოდით ევროპას. ეხლაც ესე არა ვართ, უბრალოდ გარეგნულად ვართ ევროპელები, ტანსაცმელი ავიღეთ, ჩვენ და სამწუხაროდ თურქები გვაცმევს, ჩვენ და სამწუხაროდ თურქები გვაჭმევს, ჩვენ და სამწუხაროდ სამუშაოზე თურქები აკავეს ამ ჩვენ საცოდავ ქართველებს, ბერძნების მოხუცებულების სულიან, ამერიკელების მოხუცების სულიან და ამ დროს სუფრაზე ყველა ქართველებს. ეს არის ჩვენი ტრაგედია. მიზეზი რა არის? უღმერთობა საქართველოში. მიუხედავად ამისა პარადოქსია, ასეთი დიდი რწმენა არის. განა რწმენა არ დახვდა იესოს ვითომ, იქ რო არ მიიღეს. რა რწმენა იყო, როცა ბარაბას ათავისუფლებ და იესოს ითხოვ ჯვარზე გასაბა. თან ის ბრბო თვითმხილველი იყო იმ სასწავლებისა, იესო რო აკეთებდა. როგორ აღადგინა ლაზარე, როგორ ქალაქ ნაინში ერთადერთი ვაჟიშვილი ქვრივ ქალს როგორ გაუცოცხლა იმ პროცესიას. ყველა უყურებდა. როგორ დააპურა 5000 კაცი 2 პურითა და 5 თევზით. ეს ბრბო იდგა და ჯვარსაც ვეგე ბღავდა. დამოგავფიქრო სამანდა არ აღმოჩნდეთ იმ კატეგორიაში, რომ ჩვენც ესე გავწიროთ. ქართველი ევანგელისტი არასოდეს არ ყოფილა. მე მაოცებ და დასალურ სივრცეში როცა ვკითხულობდა, ბევრი წიგნები მაქვს გადაკითხული. რამდენი ხალხი როგორ ჩდებოდა ასეთი კარი? ჩვენ ამ ყოლე ესეთი რეფორმატორი როგორც იყო გერმანიაში მარტინ ლუთერი. რაოდენ საწყენია გერმანელები ასე რომ დაეცნენ პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი. აი ახლაც როგორი აღრეული არის ყველაფერი და ეს სულელური დემოკრატია, თავისი გლობალიზაცია, ინტეგრაცია, ამ სექსუალური რაღაცეების რაღაცა პოსტმოდერნისტული სექსუალური ახალი იმების დანერგვა, ჰომოსექსუალური, რომელიც პირდაპირ იკრძალება ბიბლიის თანახმად და ეს არის ანტიბუნებრიობა, ეს პირდაპირ ღმერთს ეკამათები, რატო შემქმენი ასეთიო? როგორ შეიძლება? ეს ანტიბუნებრივი არის და ამის რეკლამირება მიდის მსოფლიოში. სირცხული ამერიკას ქრისტიანული ქვეყანა, რომელიც ტრაბახობდა და მექა იყო ქრისტიანობისა, დააკანონა ჰომოსექსუალისტური ქორწინება და ამით პირდაპირ ღმერთს პირდაპირ ომი გამოუცხადა. ამიტომ კრიზისიც ეწყობა ამერიკას. მაგრამ არ შეგვაშინოს ამან, ვინც ქრისტიანია, ქრისტე არის მისი მეფე და ქრისტიანები ელოდებიან იესოს მოსვლას. ასევე ელოდებოდა პავლე. მოვა, თუ დავხვდებით, შევიცვლებით, არ გარდავიცვლებით და თუ რწმენაში გარდავიცვლებით, აღდგებით იესოსთან 1000 წლიანში და აქედან მარადისობაში შევალთ. უცნაური არის ეს დედამიწა, მე ყოველთვის მაუცებდა. რა სიზუსტით არის გადახედეთ, ესე იგი, ორბიტის გარშემო წამში 30 კილომეტრს გადის. ეს საათში არის 108,000 კილომეტრი. ისეთი სისწრაფეა გაუცდებით. ღერძის გარშემო 1600 კილომეტრს გადის საათში, რომ 24 საათში ანდომებს შეუმბრუნებას. ეს ისეთი სიზუსტით არის, რომ ოდნავ რო ერთი წამით ან შეფერხდეს, ან წინ წავიდეს, ყველაფერი აირევა. ბიბლიაში მხოლოდ ერთხელ არის დღის მთელი galaktikis სიჩქარის შენელება. ისუნავინის წიგნი მოგვითხრობს ამას, როდესაც გახანგრძლივდა დღე და თითქმის 50 საათზე გავიდა და ომიც მოგებული იქნა, რომ ზე არ ჩასულიყო, მაშინ არ იყო ლამპიონები და ასე შემდეგ. ერთი ასეთი სასწაული არის ძველ აღთქმაში და არაერთი ბევრი არის. ამიტომ წიგნი ერთადერთი წიგნი ღმერთის შესახებ, რომელიც მოწოდებს ბიბლია არის. რუსთაველი კი, რა თქმა უნდა, ეს პოეტი არის, ძალიან ნიჭიერი პოეტია, ეს უდაოდ, ეს არის ძლიერი ესთეტიური განცდის მომცემ მშვენიერი პოეტი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ინტელექტი და განათლება და მე დანანებით ისიც მithქვია, რომ ასეთმა ნიჭიერმა პოეტმა რატომ არ გალექსა ბიბლია? ეს ნიჭი ხომ და ღმერთს რატომ არ უგალობა? ეს უგალობს ღმერთს თქვა ამ თადილის ანძერში, მაგრამ ეს ღმერთი არის უფრო პოსტმოდერნისტული ღმერთი და ჰუმანიზმი იქადაგა მან. ის ჰუმანიზმი, რომლის აგერ მწვერვალიც პოსტმოდერნისტული ეთიკა არის დღეს.
გარიჟრაჟი კი მე-11-მე-12 საუკუნე იყო. ჰუმანიზმი რა იყო? აჯანყება ღმერთის წინაშე, ისეთი ღმერთის ბიბლიური ღმერთის წინაშე და შენი ღმერთის შემოსვლა განსაკუთრებით ჰუმანისტი აღიარებს ანთროპოცენტრიზმს, ესე იგი ცენტრში ადამიანია და ღმერთი არის, მაგრამ იცი რა, არ ჩაერიო ჩემ საქმეში. ხარ უფალო, მაგრამ მე უფრო აქ ჩემი პატრონი აქავარ. აი ეს არის ცდარი შეხედულება და დიდი წვლილი ამაში მიუძლის თომა აქვინელს, რომელმაც ბიბლიის კვლევაძიების შედეგად დატოვა ერთი ხვრელი. და ამ ხვრელის გაფართოების შედეგი ერთ დღეს რაც ხდება. რა ხვრელია იცით ეს? ბიბლია გვეუბნება, რომ ცოდვას დაექვემდებარა აბსოლუტურად ყველაფერი ადამიანური, რაც წარმოადგენს. ესე იგი, მოკვდა ადამიანი 60-ის ბაღში. დაშორდა ღმერთს. ეს არის სიკვდილი. პირველი კუდომა ადამმა განიცდა და იმავე წუთში, როცა დაიმალა, როცა ღმერთმა დაუძახა. მშვენიერი კი დარჩა. აი ეს აღადგინა იესომ. როგორ ეს სასწაულია? სული წმინდით, ჩვენ ცოცხლდებით და ახალი ადამიანი აი არის სწორედ ქრისტიანი. იყო ქრისტიანი ნიშნავს, მიმდევარი იყო. იანი იყო ბერძნული სიტყვა არის, ქრისტე მირონცხებულს ნიშნავს და იანი ნიშნავს მიბმული, ესე იგი, მიმდევარი. იესოს მიმდევარი არა ფიზიკური გაგებით, ამასაც მოიცავს, არამედ გნოსეოლოგიური შემეცნების თვალსაზრისით. მე მივყვები ცნობიერებაში მას. რა თქმა უნდა, პრაქტიკაშიდაც. და რაც დაგვიბარა, ღმერთის და მოყვასის სიყვარული. ამ ორ ცნებაზე კიდია ყველაფერი. მართლაც თუ ღმერთი არ გიყვარს, მოყვასიც არ გიყვარს. თუმცა სამყარო ძალიან მორწმუნე არის. აბა გადახედეთ მუსულმანის სამყარო, ესაც ღმერთს ეძებს. ბუდისტები ხო საერთოდ გთავაზობენ. ხო და ამ ოკეანეში, ამდენ პანთეისტურ ოკეანეში, რომელია ნამდვილი? ერთადერთი ეს ბიბლია არის. ყველა ენაზეა ნათარგმნი. ყველა ენაზე არ არის ყურანი ნათარგმნი. არც რუსთაველი არ არის ყველა ენაზე ნათარგმნი. სახარება არ არის. და ტრაგედია ის, როცა ქართველებმა ბიბლიის მაგვირად ჩაანაცვლა, სატანამ გააკეთა უკვე სახარების ადგილი დაიჭირა ვეფხვის ტყაოსანმა და ოჯახებში ამას მზითვად ატანდნენ. თუმცა არავინ არ კითხულობდა, ეგეც კაია წაიკითხოს კაცმა, ჰუმანიზმმა ისწავლე. რუსთაველიც კი ჩვენ და სამწუხაროდ ვერ ვისწავლეთ, რომ აი ეს მეგობრობა რაც არის, საქართველოს არასოდეს არ დაადასტურა ესეთი მეგობრობა. როგორც ქალების, როგორც კაცების, ერთგულება, სულ მოღალატეობა არის საქართველოს ისტორია. სულ კამებისთვის ბრძოლა არის. თანამდებობაზე ძმა-ძმას გადაეკიდება მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყოს პირველი. ამის გარიჟრაჟზე, ამის მაგალითი არის კაინის ასეთი აღზევება ძმის მიმართ და აბელის კუდომა. თუმცა ღმერთმა აპატიეს და იმის მაგვირად რომ მოენანიებინა, ისევ დაადგა გზას და ქალაქ ნოდში დასახლდა და ნოდი სწორედ სიმბოლოა იმისა, რომ ღმერთს უარყოფილი ადამიანი თვითონ აშენებს ცივილიზაციას და ადამიანის მიერ აშენებული ცივილიზაცია იმ ბაბილონის გოდოლს გავს, რომელიც ღმერთმა დაიწონა, ჩამოვიდა ენები აურია და ძმები ერთმანეთს დაშორდა. ასე რომ ენებიც მრავალმხრივი არის ცოდვის შედეგი არის. თავდაპირველად ესე არ ყოფილა. ერთ ენაზე ლაპარაკობდა ხალხი. ჩვენ ერთი ჯილაგიდან ავართ, ადამიანიდან ცოდვაში შემოდივართ, ქრისტეში ცოცხლდებით. ქრისტეში უკვე ჩვენ ვართ ახალი ადამიანი და სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავდივართ. უბრალოდ უნდა გავიაროთ ახლა ისეთი პროცესი, რომელიც არის სულ სხეულის გაყრა. სიკვდილი ხო სინთეზის დაშლა არის. კუდომა რა არის? ახლა რო ვარ ჩვენ ხორციელი, მშვენიერი და ვინც ქრისტიანი არის სულიერი და ამავე დროს ეს სხეული რო გვაქვს, სიკვდილი არის ამის დაშლა. რაღაც უკვდავი ნაწილის გამოსვლა. ჩვენში ხო უკვდავიც არის. ეს უკვდავი ნაწილი აბსტრაქტული ის კი არ არის, ინტელექტია მაღალი დონის და გარდაცვლის პროცესში ჩვენ უფრო გაძლიერებული შეგრძნება გვექნება შემეცნებისა. და სხეულიც გვებოძება ჩვენ ქრისტეს დანაბარებით და ეს იქნება ნანი-ნანატრი ხანა. ამიტომ რაც თვალს მართლა არ უნახია და თვალს ბევრი რამე არ უნახია, რას ხედავთ ჩვენ? ხილულ სამყაროში ჩვენი თვალი რას ხედავს რომ? ჩვენ 10 კილომეტრის იქით ვერც ვიხედებით. ვერაფერს ვერ ხედავთ ჩვენ. ბევრი რამე არ ვიცით. ჩვენ რა ყველაფერს ვისმენთ სამყაროში რა ხმებია? არა ისეთი სმენა მოგცა ღმერთმა რომ ჩვენმა ცნობიერებამ გაუძლოს და არ მოკვდეთ. ხა ბაყაყის სმენა სულ სხვა არის ვიდრე ადამიანს. ბაყაყს ისეთი მარტივი ტვინი აქვს რომ მას რომ ისეთი სმენა ქონდეს როგორც ჩვენ ვერ გაუძლებს ბაყაყის ტვინი და გარდაიცვლება. ამდენად ჩვენ ისეთი შექმნა ღმერთმა რომ იცოდა როგორი იქნებოდა კარგი, როგორ ვიქნებოდით ჩაწერილი იმ სახში, იმ ეკოსისტემაში, რომელიც გარიჟრაზე დედამიწა ერქვა, რომელიც დამახინჯდა და მასთან ერთად ადამიანიც. დამახინჯდა ადამიანის სახლის დამახინჯდა. პოეტები და მხატვრები ამას უგალობენ. ეს არის ჰუმანიზმი. ჩვენ ვართ ჰუმანიზმის უმაღლეს მწვერვალზე. პოსტმოდერნისტული ჰუმანიზმი გვიტევს და აქეთ გვაახლოვებს ანტიქრისტეს ხანას. აქედან გლობალიზაცია, ინტეგრაცია, ერების წაშლა, ყველაფერი ეს, რომ სამყაროს ამზადებენ ეს ეკლესიები, მსოფლიოს ეკლესიები და რელიგიური მიმდევრები ანტიქრისტეს შემოსასვლელად და ეგ გააძრობს ყველას ტყავს. ესეც აღწერილია აპოკალიფსში.